საღამოს 6 საათზე დღის მთავარ სიახლეებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე გაგაცნობ. წინასწარ დაჯავშნული ნომერი შვეიცარიის ძვირად ღირებულ სასტუმროში ფარული გადაღება და უკანონო მოსმენა. ცნობილი ხდება იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც სოზარ სუბარსა და ვახტანგ კომახიძეს ციურიხში უსმენდა და უთვალთვალებდა. ის კუდის მეოთხე სამმართველოს ყოფილი უფროსი ერმალო ზებანოიძეა. ებანოიძე დეპარტამენტის ხმა მაღალჩინოსნებთან ერთად წინა კვირას აიყვანეს, თუმცა პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ის სხვა ბრალდებით არის დაპატიმრებული. 7 თვის წინ ციურიხში დაკავებული ქართველი სამართალდამცველის ვინაობა შვეიცარიული პრესით გახდა ცნობილი. ებანოიძე და მისი თანამშრომელი ციურიხის პოლიციამ სუბარი კომახიძის მოსმენის გამო აიყვანა და რამდენიმე კვირაში საქართველოში მათი დეპორტირება მოახდინა. ეს კი მას შემდეგ, რაც პოლიციელების გამოშვებაში ქართულმა მხარემ 20,000 ფრანკი გადაიხადა. მალხას კადუამ წაიკითხა შვეიცარიულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები, მალხას კონკრეტულად სად დაფიქსირდა მოსმენა და როგორ გაიშიფრნენ ებანოიძე და მისი თანხლები პირი ციურიხში. მაშინდელ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სოზარ სუბარს და ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს ციურიხის მარიოტში უსმენდნენ ორი თანამშრომელი, ერთ-ერთი როგორც შენ თქვი თამთა, ეს არის ებანოიძე ელაუს, რომელიც გახლავთ კუდის მეოთხე სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც უკვე დაკავებული არის პროკურატურის მიერ უკანონო მოსმენებისთვის, თუმცა მის ბრალეულობაში არ ჩანს ციურიხის ეპიზოდი. რაც შეეხება პრესას, მეცხრეებთან ერთად ქართული მხრიდან და შვეიცარიული მხრიდან თაგესან ცაიტუნგი მუშაობდა ამ თვეების განმავლობაში ამ თემაზე. ჩვენ თანამშრომლობით მივახციეთ იმას, რომ გარკვეული ინფორმაცია, რომელიც როგორც შვეიცარიული მხრიდან, ასევე ქართული მხრიდან მიუწვდომელი გაირკვა. კერძოდ კი ეს ადამიანები დაიჭირეს 11 აპრილს, მაშინ როდესაც ისინი უკვე მოსმენის შემდეგ იმყოფებოდნენ ციურიხის მთავარი სარკინიგზო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც თაგესან ცაიტუნგი წერს. მათი გამოაშკარავების ერთ-ერთი მთავარი დეტალი გახდათ ის, რომ საკმაოდ საეჭვო ადგილას იღებდნენ სამოყვარულო კამერით. ასევე თაგესან ცაიტუნგი წერს იმას, რომ ეს ადამიანები უკვე 9-ში იმყოფებოდნენ, 9 აპრილს იმყოფებოდნენ ციურიხში. ამავე დღეს ფიქსირდება სატელეფონო საუბარი სოზარ სუბარსა და ვახტანგ კომახიძეს შორის. თაგესან ცაიტუნგის მიცემულ ინტერვიუში ორივე გაკვირვებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საიდან უნდა სცოდნოდათ მათ შეხვედრის ადგილისა და დროის შესახებ. ვახტანგ კომახიძე ვარაუდობს, რომ მათ ფარულად უსმენდნენ, რის შედეგადაც ცნობილი გახდა მათი შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ. ასევე ცნობილი ხდება ის, რომ უკვე არჩევნების შემდეგ პირველი ოფიციალური გამოხმაურება ჰქონდა ოფიციალურ ბერსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიერ ბურხალტერმა, საგარეო და კომიტეტის წევრებს უთხრა, რომ ქართულმა მხარემ ამ საკითხთან დაკავშირებით და ჯაშუშობასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა. ასევე ჟურნალისტი ასკვნის იმას, რომ ახლა უკვე შესაძლოა ამ ამბავს საქართველოში სამართლებრივი გაგრძელებაც მოყვეს და მართლაც გუშინ ეკაბერიძის გადაცემაში მთავარ კითხვაში ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ აუცილებლად დაიწყება ამ საქმეზე გამოძიება და ის პირი, ერთ-ერთი პირი, რომლის სახელსაგვარს ჩვენ არ დავაკონკრეტებთ, იმის გამო, რომ არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ებანოიძესთან ერთად სწორედ ის უსმენდა სოზარ სუბარსა და ვახტანგ კომახიძეს, შესაძლოა ეს ადამიანი დაკითხულ იქნას. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ირაკლი ღარიბაშვილის ეს კომენტარი და ასევე ცნობისთვის პირველი ოფიციალური კომენტარი, რომელიც გაკეთდა საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებით, ეკუთვნის მაია ფანჯიკიძეს. გუშინ მეცხრე ართმა დაუსვა კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით ოფიციალურად არა, მაგრამ შიდა წყაროებით იმდროინდელმა ჩინოვნიკმა საგარეო საქმეთა სამინისტროში განახორციელა სატელეფონო ზარი და ასევე გააგზავნა ელექტრონული პოსტა, რათა ეთხოვა და გარკვეული ინფორმაცია მიეღო ქართველი სამართალდამცველების დაკავების შესახებ ოფიციალური ბერნისგან. ჩვენ შეგვიძლია ეს ოფიციალური კომენტარები მოვისმინოთ. მე ვიცი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან იყო კონტაქტი შვეიცარულ მხარესთან, თხოვნით, რომ ეს ხალხი გამოეშვათ იქიდან. იყო სატელეფონო ზარი და მე იმეილის დონეზე კომუნიკაცია. ხსენებული პიროვნება ერმალო ზებანოიძე არის დაკავებული, თუმცა არა ციურიხის საქმესთან დაკავშირებით. ციურიხის საქმე ჯერ არ გამოგვიძიებია. ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ აღნიშნული საკითხი გამოვიზიოთ.
მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს საქმე უკავშირდება თავიზოზე ვახტანგ კომახიძის მიერ Facebook-ში დადებულ ოფიციალურ პოსტს, სადაც ის წერდა, რომ მისი ინფორმაციით იგეგმებოდა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია. ასრეთ ამ თემის გასარკვევად და დამატებითი დეტალების გასაცნობად ჩავიდა სოზარ სუბარი შვეიცარიაში ვახტანგ კომახიძესთან და სწორედ ამ დროს ფიქსირდება მათზე მოსმენა. რაც შეეხება სტატიებს, რომელიც დაიბეჭდა საგესან საიტუნგში, მათ არის ერთი ძალიან საინტერესო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ შვეიცარიელ სამართალდამცველებს და ასევე ფედერალურ ბიუროს გამოძიებისას, რომელიც ასევე ჩაერთო ამ საქმეში, გაუკვირდათ ის, რომ ეს ორივე ადამიანი ქვეყანაში იმყოფებოდა არა ფსევდონიმით, არამედ საკუთარი სახელით და გვარით, მათ დიპლომატიური პასპორტებიც არ აღმოაჩნდათ, თუმცა ამ გაზეთებში ვკითხულობთ იმას, რომ მათ ჰქონდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული მოწმობები. თლად მეცხრე არხის მაყურებელი 9 საათიან გამოშვებაში იხილავს იმას, თუ ვინ იყო ის პირი, რომელმაც დარეკა საქართველოსდან ბერში და სთხოვა გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ დროს დაკავებული ქართველი და უკვე შემდგომ დეპორტირებული სამართალდამცველების შესახებ. ციურიხში დაფიქსირებული უკანონო მოსმენა და დაკავებული კუდის მაღალჩინოსანი ნახეთ მთავარ გამოშვებაში მალხას ჭკადუას რეპორტაჟი. ვინ არის რუსლან პაპასკირი მეტსახელად ზონა და რა კავშირი აქვს თურქეთში დაკავებულ პაპასკირს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან. სტამბულში 6-კაციანი ჯგუფი აყვანილი, რომელსაც ჩეჩენილ ტოლვილების მკვლელობაში ადანაშაულებენ. საუბარია 2011 წლის სექტემბერში მომხდარ დანაშაულზე. გავრცელებული ცნობით ჯგუფს იარაღი სწორედ მისი ერთ-ერთი წევრი საქართველოს მოქალაქე პაპასკირი ამარაგებდა. მისი გვარი აგვისტოში ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციაშიც ფიგურირებს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული ინტერვიუდან ირკვევა, რომ რუსლან პაპასკირი მაშინ გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა და სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს შუამავლის როლს ასრულებდა. გიორგი მანჯავიძე ცდილობს სტამბულში დაკავებულ პაპასკირზე ინფორმაციის მოპოვებას. გიორგი, როგორც იცი, შენ დღეს თბილისში რუსლან პაპასკირის საცხოვრებელ სახლთანაც იმყოფებოდი. რა ინფორმაციის მოგროვება შეძელია ამ დროისთვის? ბატონო, თამთამ, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, ამ დაკავებულ პირებს ბრალდებათ 2011 წლის 16 სექტემბერში სტამბულში მომხდარი 3 ჩეჩენელი ტოლვილის მკვლელობა. ასევე თურქული პრესა იუწყება იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციის დროს ამოღებულია იარაღით სავსე რამდენიმე ჩემოდანი, რომელიც გამოძიების მტკიცებით სავარაუდოდ მომავალი მკვლელობების სერიისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ასევე თურქეთის ინტერნეტ გამოცემები წერს იმაზეც, რომ რუსლან პაპასკირს კიდევ რამდენიმე მკვლელობაში ედება ბრალი. საუბარია კავკასიის იმარატის წარმომადგენლის ალი ოსაევასა და ისლამ ჯანიბეკოვას მკვლელობაში. უნდა აღინიშნოს თამთა ისიც, რომ რუსლან პაპასკირის სახელმა გაიჟღერა 2012 წლის 28 აგვისტოს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროსაც, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროსაც, როგორც საუბრობდნენ, მას გარკვეული შუამავლის ფუნქციაც ჰქონდა ამ სპეცოპერაციის დროს. შეგახსენებთ იმას, რომ 17-კაციანი შეიარაღებული დაჯგუფებიდან მაშინ 7-ის ლიკვიდაცია მოხდა, ხოლო დარჩენილ 10 კაცზე დღეს უკვე საუბრობენ, რომ ეს 10 ადამიანი სწორედ სტამბულშია გადამავლილი, სტამბულში იმყოფებიან. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსლან პაპასკირის ლიკვიდაცია მის საცხოვრებელ სახლთან ლიკვიდაციის მცდელობა იყო 2010 წელსაც. მაშინ მის საცხოვრებელ სახლის სადარბაზოსთან მოხდა აფეთქება, თუმცა რუსლან პაპასკირი გადარჩა. ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით მის საცხოვრებელ სახლში, თუმცა სახლიდან არავინ არ გამოგვეხმაურა. მადლობთ გიორგი. თურქეთში დაკავებულ რუსლან პაპასკირზე გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პირველი შეხვედრა მედიასთან პრემიერ-მინისტრის რანგში. 2 საათნახევრიანი კითხვა-პასუხი და 150-ზე მეტი ჟურნალისტი. დღეს ბიძინა ივანიშვილმა მედიის შეკითხვებს უპასუხა. მთავრობის ხელმძღვანელმა თითქმის ყველა თემაზე ისაუბრა. არჩევნების შემდგომ მაღალჩინოსანთა დაპატიმრებები, მოსალოდნელი ამნისტია და პოლიტპატიმრების სია, ირაკლი ოქრუაშვილის დაბრუნება, საკონსტიტუციო ცვლილებები, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემა, მეცხრე არხის მომავალი. პრემიერს კითხეს ტარიფების შემცირებაზე, პენსიების ზრდაზე, სოციალურ შეღავათებსა და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანაზეც. შეხვედრაზე შეკითხვა დასვა მეცხრე არხის კორესპონდენტმაც, რომელიც დაინტერესდა. დაიწყებს თუ არა ახალი ხელისუფლება მტკიცებულებების შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას. სააგენტო ინტერპრეტების და თუ წინააღმდეგი არ იქნებით
ნოდარ ჩაჩუა მოგვიყვება ახლა რა უპასუხა ივანიშვილმა ჟურნალისტებს იმ თემებზე, რომლებიც მე ჩამოვთვალე, ის ახლა ჩვენ სტუდიაში შემოგვიერთება. ნოდარ, პირველ რიგში მაინც ალბათ საზოგადოებისთვის რაც ყველაზე საინტერესო თემებია, ტარიფების შემცირება, დაზღვევა, სოციალური შეღავათები. ამ თემებზე რა უპასუხა ივანიშვილმა მედიას? დიახ, იმ შეკითხვებს შორის, რომელიც დღეს დაისვა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ასევე საკმაოდ ჭარბობდა და ბევრი იყო სოციალური თემატიკის პრობლემები. დღეს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ მკვეთრად დააფიქსირა უკვე თავისი აზრი პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით, უკვე დაასახელა კონკრეტული თარიღები, კონკრეტული რიცხვი თუ როდიდან გაიზრდება პენსია და რა ინტენსივობით, ასევე ისაუბრა სოციალური პროცედურების გაზრდასთან დაკავშირებით და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მისი ეს განცხადება. მომავალი წლის 1 აპრილიდან შესაძლებელი იქნება 67 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის ისეთივე პენსიის დანიშნა, როგორც ჰქონდათ 67 წელზე უფროს ასაკის პენსიონერებს, შესაბამისად 100 ლარის ნაცვლად იქნება 125 ლარი უკვე 1 აპრილიდან. 2013 წლის 1 სექტემბრიდან ასაკით პენსიონერების და მკვეთრად გამოხატული პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პენსია გაუტოლდება საარსებო მინიმუმს, დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს. დღეს არსებულ და თქვენ მე მრავალჯერ ვაცხადებთ და დღესაც გავიმეორებ, რომ საარსებო მინიმუმი გადაიხედება და ალბათ გაიზრდება. დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს 150 ლარს გაუტოლდება 1 სექტემბრიდან. ნოდარ, როგორც მე ვიცი, ასევე შეკითხვა დაუსვა დღეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ივანიშვილს იმასთან დაკავშირებით, გრძნობს თუ არა ის უხერხულობას, როგორც პრემიერი, რომ მისი მეუღლე ფლობს მეცხრე არხს, საინტერესო არის პასუხი მეცხრე არხის მომავალ. დიახ, აღნიშნული შეკითხვა უკვე 1 ოქტომბრის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ჯერ კანდიდატის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის და შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრის მისამართით საკმაოდ ხშირად არსებობდა საზოგადოებაში. დღეს კი ბიძინა ივანიშვილმა ამ შეკითხვას პასუხი გასცა და მან რამდენიმე მეთოდი, რამდენიმე სქემა დაასახელა. პირველი რაც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეს არის მეცხრე არხის გასხვისების საკითხი, შესაძლოა თუ ასეთი რამ მოხდება, ამ შემთხვევაში მაშინ მეცხრე არხი გადავა სხვა მფლობელის ხელში, რადგან საკმაოდ დიდ უხერხულებას უქმნის მას ტელეკომპანიის, ანუ მის ოჯახში ტელეკომპანიის არსებობა. დღეს ბიძინა ივანიშვილმა ასევე ისაუბრა საზოგადოებრივ მაუწყებელთან შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ თუ კი საზოგადოებრივი მაუწყებელი ჭეშმარიტად გახდება საზოგადოების სამსახურში და ჩადგება საზოგადოების სამსახურში, ამ შემთხვევაში ტელეკომპანია მეცხრე არხი მთელი მისი აღჭურვილობით, ტექნიკით ის დაუთმობს ტელეკომპანია მეცხრე არხს უკვე პირველ არხს და ასე გააგრძელებს მეცხრე არხი, ასე ვთქვათ, არსებობას, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ისაუბრა მესამე ვარიანტთან დაკავშირებითაც, როგორც მან აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ თუ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასე ვთქვათ, საზოგადოების სამსახურში ჩაყენება ვერ მოხდება, ამ შემთხვევაში თავად მეცხრე არხმა შეითვისოს უკვე ეს საზოგადოების ინფორმირების ფუნქციები. ხერხდა, ახლოს დროში და უნდა მოხერხდეს, რომ პირველი არხი გახდეს ჭეშმარიტად საზოგადოებრივი. ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ რაც აქვს მეცხრე არხს, რაც ადრე გავაკეთეს ხოთაშორის, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა და დიდი შეცდომა დაუშვი, ისევ ამ ქონებას ვაჩუქებ პირველ არხს და კარგი იქნება, რომ ეს გუნდიც ჟურნალისტების მაქსიმალურად გადაიყვანონ და გადავიდეს იქეთ. თქვა და ეს იმართოს იქიდან, რომ მუშევარი არ დარჩნენ ეს ჟურნალისტები. თუ ეს არ მოხერხდა, არ გამოვრიცხავ ასეთ შემთხვევაში მეცხრე არხის ბაზაზე გაკეთეს ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია. ახლა ამას ისე უკუდებს მოაბავენ, რომ აღარ დაფინანსეს და რაღაც ეს არ ამაქვს ფედერალობაში, მე არ მინდა არც ერთი ტელეარხის დახურვა და არც ერთი ჟურნალისტის დატოვება უსაქმოდ და თუ მეცხრე არხის ბაზაზე მაინც საჭირო გახდა მისი საზოგადოებად გადაგეთება, ამას გავაკეთებთ გამჭვირვალედ და ფინანსურად 20 წლით გადავიხდი წინასწარ ფულს და იმ გორც აღარ ექნება ფინანსებზე დამოკიდებულება, თუ ეს საჭირო გახდა ამის ფინანსურადაც ჩაიხსნება ჩემგან არ იქნება ჩემზე დამოკიდებული და ოჯახთან არ იქნება არავითარი კავშირი, რა თქმა უნდა უხერხულობას მიქმნის, როგორც დაიწყეთ და არ მჭირდება მე რომ ჩემი მეუღლის კონდეს რაღაც წილი ტელევიზიაში და მე ამ დროს პრემიერ-მინისტრი ვიყო, ამ უხერხულობას ძალიან სწრაფად მოხსნით. Nodar, საინტერესოა რა შეფასებები მოხვა აი ამ პრესკონფერენცია ჟურნალისტებთან. პირველ რიგში საინტერესოა როგორც ვიცი უკვე გააკეთა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა განცხადება ცოტა ხნის წინ. დიახ, და პირველი შეფასებები უკვე შეიძლება ითქვას, რომ გააკეთა თავად იქვე დარბაზში უკვე ჟურნალისტები აფასებდნენ პრემიერ-მინისტრის, ასე ვთქვათ, გამოსვლებს და პრემიერ-მინისტრის პასუხებს მათ კითხვაზე, თუმცა შემდეგ უკვე უფრო მოგვიანებით პოლიტიკური წრეების მიერ იქნა შეფასების ერთ-ერთ მთავარ თემად ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის დღევანდელი პრესკონფერენცია და ნაციონალური მოძრაობის
წარმომადგენლები გამოეხმაურა ამ პრესკონფერენციას, როგორც ისინი აცხადებენ, ნაციონალურმა მოძრაობამ პრემიერ-მინისტრის ტონში დაინახა მუქარის ტონი, რაც შეეხება ის დაპირება, როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, დაპირებები, რომელსაც წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება იძლეოდა, ამასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ვერაფერი კონკრეტული ვერ მოისმინეს. ქართული ოცნება არ აპირებს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების ძირითადი ნაწილის შესრულებას, თუმცა ქართული ოცნება აპირებს შეასრულოს ერთი მთავარი დაპირება, ეს არის ანგარიშწორება ოპოზიციის განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ მე არ ვიყო ცუდად გაგებული, მე მოვახდენ ივანიშვილის ციტირებას. დღეს მან განაცხადა, პროკურატურა არის ვალდებული რეაქცია გააკეთოს ყველა საჩივარზე. ეს რიგები, იგულისხმება პროკურატურაში რიგები, რომ შემცირდეს, მე მოუწოდე ჩემს ოპონენტებს და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩემ ოპონენტებს, კეთილინებონ და შეცვალონ რიტორიკა. ეს არის პირდაპირ იმუქარა ოპონენტების და რა თქმა უნდა აქ იგულისხმება ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა თვითონ გადაწყვეტს რა რიტორიკა ქონდეს და რა განცხადებები გააკეთოს. ეს იყო თამთა ის ძირითადი მესიჯები, რაც დღეს გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა პირველ პრესკონფერენციაზე, ასევე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებითაც, როგორც მან განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ უკვე ახალ წლამდე იყოს ქართული მანდარინი შევიდეს რუსულ ბაზარზე, ასევე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა გადადებულ ვიზიტთან დაკავშირებითაც, მას დაგეგმილი ჰქონდა დეკემბრის ბოლოსთვის ვიზიტი ვაშინგტონში, თუმცა მისი განცხადებით იგი ვაშინგტონში არ წავა და ვაშინგტონს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ეწვევა, აი ესეთი იყო დღევანდელი დღე. უფრო ცვლად დღევანდელ შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს ბუნებრივია შენი რეპორტაჟიდან მოვისმენთ, რომელიც საღამოს 9 საათზე გავა. ის იყო ნოდარ ჩაჩუა, პრემიერის შეხვედრა, განცხადებები და გამოხმაურებები, რომლებიც ჟურნალისტებთან შეხვედრას მოჰყვა ნოდარ ჩაჩუამ გაგვაცნო პირდაპირ ეთერში. ბრალდება, რომელსაც სპორტის მინისტრს უყენებენ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან ყიფიანზე წოლოში ადანაშაულებს. დავით ხახალეიშვილის განცხადება ფედერაციაში მოახლოებულ რიგ გარეშე არჩევნებს უკავშირდება. ამ არჩევნებს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ეხავს დავით ხახალეიშვილი და კრწანისის მაჟორიტარულ შოთა ხაბარელიშვილი მამუკა ხაბარელი. ხახალეიშვილის მტკიცებით ყიფიანმა ის კაბინეტში დაიბარა და კანდიდატურის ხაბარელი სასარგებლოდ მოხსნა მოსთხოვა. კანდიდატი ამბობს იმასაც, რომ ამ საუბარს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვიჩ შეესწრო. რაღაც დონეზე. ხახალეიშვილის ბრალდებას უკვე უპასუხეს სპორტის სამინისტროდან, იქ ახლა ჩვენი კორესპონდენტი ლანა ბერიძე იმყოფება, რომელიც ამ თემაზე მუშაობს. ლანა, როგორი არის სამინისტროს პასუხი? საღამომშვიდობის თამთა სპორტის სამინისტროში დავით ხახალეიშვილის ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა თავად ხახალეიშვილი სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს უპირისპირდება და აცხადებს, რომ მან ხახალეიშვილს კანდიდატურის მოხსნა თხოვა, როდესაც კაბინეტში დაიბარა, სადაც იმყოფებოდნენ შოთა ხაბარელიშვილი, მამუკა ხაბარელი, ერთ-ერთი კანდიდატი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის, ასევე იმყოფებოდა ლერი ხაბელოვი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში. ხახალეიშვილი აცხადებს, რომ მას ახალი ხელისუფლების მოსვლის პირობებში იმედი ჰქონდა, რომ სპორტი პოლიტიკისგან განთავისუფლებოდა, თუმცა ამბობს, რომ ეს მოლოდინი მას გაუცრობდა, რადგან შეხვედრაზე, რომელზეც მე ვსაუბრობ, მას უთხრეს, რომ გადაწყვეტილი იყო უკვე, რომ მამუკა ხაბარელი უნდა გახდეს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი. მას უთხრეს, რომ მესაკითხი შეთანხმებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ასევე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა ხახალეიშვილი აცხადებს, რომ მას არ ჯერა ამ ყოლაფრის და არ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაერევა ამ ყოლაფერში და ფიქრობს, რომ სპორტის მინისტრი და ლერი ხაბელოვი იყენებენ ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სახელს. ის აცხადებს, რომ ამ პრესკონფერენციას სწორედ იმიტომ ატარებს, რომ ხმა მიეწვინოს პრემიერ-მინისტრს, რათა სპორტული სამყარო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს პოლიტიკისგან. ჩემი უკმაყოფილება ვერ დავფარე მინისტრის მიმართ, პირადად უთხარი ეგეთ სიურპრიზებს არ ველოდი. იქ შემდგომში გაჟღერდა ბატონი მინისტრისგან, რომ მე უნდა მომეხსნა კანდიდატურა და შემთავაზეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რაზეც მე რასაკვირველია არ დავთანხმდი. გარკვეული ზეწოლა ლერისგანაც იგრძნობოდა, ვინაიდან ის და მინისტრი ერთად მიმითითებდა, რომ ეს საკითხი შეთანხმებულია შემდგომ ორგანოებში და ეს ფაქტურად გადაწყვეტილი თემა არის. რომ დავინტერესდი ვისგან როგორ, აი ამ სპორტს პირდაპირ მითხრეს მათ სპორტს კურირებს
შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ღარიბაშვილი და ეს საკითხი პირადად მამუკა ხაბარელის საკითხი შეთანხმებულია ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. მე არამს და არამს არ მჯერა აი ამ ადამიანების ნათქვამის და ფიქრობ რომ ბატონი ბიძინა არ არის ის პიროვნება რომელმაც ეს ყველაფერი აი 1 ოქტომბრისთან დაწყებული ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა რომ იგივე გაგრძელდეს თუნდაც სპორტში. ეხლა კიდე დადიან და манипуლირებენ იმით რომ ეს სადღაც გადაწყვეტილია ეს შეთანხმებულია მაგრამ ჩემპიონობა და შიში რო შორიშორს დგას ერთმანეთთან ეს ვერ გასაზღვრეს და ჩვენ რო უკან არ დავიხედვით და არავინ უკან რო არ დაიხედა ეს ვერ გასაზღვრეს და ეხლა უნდათ ან ჩაშალონ ან რაღაც გააკეთონ არ ვიცი, უბრალოდ ძალიან უკვე სულ სახეს იღებს. დღეს სპორტის სამინისტროში უპასუხეს დავით ხახალეიშვილის ბრალდებებს, როგორც სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე აცხადებს, აღნიშნული ბრალდება სიცრუეა, თუმცა თავად თევზაძე არ ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას, მინისტრმა კი ამ ბრალდებაზე განმარტების გაკეთება არ იცრუა, რადგან აცხადებს, როგორც პრესამსახურმა გითხრა, მისთვის ეს არის ძალიან აბსურდული და სასაცილო ბრალდება. თვითონ თევზაძე მინისტრის მოადგილე კი ამბობს, რომ მათი მთავარი ამოცანა სწორედ სპორტის დეპოლიტიზაცია და შესაბამისად ამ ბრალდებებს ვერ გაიზიარებენ. დღიდან ჩვენი შეხვედრებისა პრესაში ბატონ ლევანის ჩემი თქვენთან ელექტრონულ მასმედიასთან უნდა მოხდეს და ჩვენ ვახორციელებთ სფეროს დეპოლიტიზაციას ყოველგვარი წნეხისაგან პოლიტიკური წნეხისაგან უნდა განთავისუფლებული იყოს ფედერაციებიდან შესაბამისად თუ ჩვენ ამის დეკლარირებას ვახდენდით მისი განხორციელება გვინდა პრაქტიკაში და დეცენტრალიზაციაც ამავე დროს დეცენტრალიზაციას გულისხმობ მას რომ ყველა მართავს თავის სფეროს ამ შეხვედრაზე მე არ ყოფილვარ მაგრამ ცალსახად ვიცი მინისტრისაგან ის კიდევ დამატებით თავის განცხადებას გააკეთებს რომ არავითარ შემთხვევაში არასდროს არ თქმულა მოხსენი ვინმე არის საქმის კურსში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამიტომ სხვა მეტი კომენტარი ამასთან დაკავშირებით მე არ შემიძლია გითხრათ. ნახეთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში რას პასუხობს ხახალეიშვილის ბრალდებებს თავად მამუკა ხაბარელი, რომელსაც ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ, არის თუ არა დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს შორის და ერევა თუ არა სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი უკვე პოლიტიკურ ნაწილით სპორტის ძიუდოს ფედერაციაში ვცლად დეტალები დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში პასუხი მერის ლას-ვეგასში მოგზაურობის ამსახველ რეპორტაჟზე თუ უგულავას მხრიდან თავის წინასწარ დაზღვევა. თბილისის მერია სტუდია GNS-ის ავტორ ნანა ლეჟავასა და მაესტრო ჟურნალისტ შალვა რამიშვილს პროვოკაციის მცდელობაში ამხელს. მიზეზი ისფარული აუდიო ჩანაწeriya, სადაც ამ დრომდე დაუდგენელი პირები შეპესე ჰერმესზე საუბრობენ და ლეჟავა რამიშვილის გვარებს ახსენებენ. მერის მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით ჟურნალისტებს შეპესე ჰერმესის საფლავების გადაყიდვაში უნდა დაედანაშაულებინათ. მიზანი კი მერის დისკრედიტაცია და საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა უნდა ყოფილიყო. ლეჟავა ამბობს, რომ შეპესე ჰერმესზე რეპორტაჟი არასდროს მოუმზადებია და არც ამ ეტაპზე გეგმავდა. სამაგიეროდ დღეს მეცხრე არხმა ის ადამიანი ჩაწერა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბაბუის საფლავი გაუყიდეს. გიორგი ფუტკარაძე მუშაობს თემაზე. გიორგი, კონკრეტულად რა საუბრობენ ჩანაწერში და რა გამოხმაურება მოხდა ამ ფარულ აუდიო მასალას? დიახ, თბილისის მერიამ უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას, რათა გამოძიებული იქნას ფარული ჩანაწერი, რომელიც შეპესე ჰერმესის საქმიანობას ეხება. მერის პრესპიკერი ბაჩო დოლიძე ამტკიცებს, რომ ჩანაწერის მიხედვით მზადდებოდა პროვოკაცია, იგეგმებოდა მასობრივი გამოსვლები და ამაში მონაწილეობას იღებდნენ ჟურნალისტებიც. ჩანაწერის მიხედვით საუბარია საფლავების გადაყიდვაზე და იქედან აღებული თანხების პირად ანგარიშზე გადარიცხვაზე. მივაწოდეთ ჩვენ თქვათ არსებული ყველა ინფორმაცია, სადაც ჩანს, რომ ამ კონკრეტულ უკანონო გეგმაში მონაწილეობდა სამწუხაროდ რამდენიმე ჟურნალისტი და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი ჩინოსნები. ეხლა უნდა გავაკეთოთ მოგვარ ეგეთი რაღაცა. და ტელევიზორში გავიდეს ესეთი მასალა, რომ ხალხი აბუნდეს, იცვალებულებს, დაულობენ ამდენს მილიონებს, არის სხვა თანხები, სხვა ანგარიშებზე იქნება ფული, აპირებენ ამას, იყო ლაპარაკი, რომ აკეთებს ხალხო მიაკეთებს პატრონოს საფლავის ჩვენ გაყიდული დაფება და ამას ხალხი აიტანს. პირდაპირ ლაპარაკია რა. ამას ხალხი აიტანს ეთქო და იყო მე ხალვა იყო რამისული რა და იყო ნანა ლეჟავას მეორე მოადგილე, უფრო რეპორტიორი რაღაცა. ჟურნალისტი გამოძიება.
დიახ, ჟურნალისტები ნანა ლეჟავა და შალვა რამიშვილი თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს უწოდებენ. ნანა ლეჟავა ამბობს, რომ სტუდია GNS-ზე მერიის მხრიდან თავდასხმები მას შემდეგ გახშირდა, რაც სტუდიამ თბილისის მერიის ლას-ვეგასურ ვოიაჟებზე სიუჟეტები მოამზადა. ეს არის უკვე მეორე ცილისწავება. ამან მიიღო სისტემატური ხასიათი, აქედან გამომდინარე ჩვენ მივიჩნევთ, რომ აუცილებელია რეაგირება, ამიტომ დღეს მთავარ პროკურატურაში ჩვენ შეგვაქვს განცხადება. ძალიან სამწუხაროა, როცა გუგულავას ასე ეშინია, რომ სისულელებს ავრცელებს, ჭორაობს. არ ვიცი რა რეაგირება უნდა ქონდეს ვინმეს ამაზე. ცოტა ხანი დაველოდები და შემდეგ სასამართლოში უჩივლებ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია კატეგორიულად უარყოფს ჰერმესის მიერ საფლავების გადაყიდვის ფაქტს, მეცხრე ახლა ჩაწერა ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ბაბუის საფლავი უკვე დაახლოებით 2 თვის წინ გაყიდეს და ამ ადამიანმა პოლიციას უკვე მიმართა. აი მაგ პერიოდში მარიამობიდან სვეტიცხოვლებამდე არ მოვიდა, კაკრას აი მაგ პერიოდშია დაკრძალული ეს ქალბატონია დასაფლავებული თან მამაკაცზე. ყველაფერი გაგენ მაგ გარდაცვალების ცნობა, ყველაფერი მაგ და გამოძიებაშია, დიახ, ყველაფერი. ეხ უფრო კონკრეტულად რა საქმიანობს შპს ჰერმესი, რა პრეტენზიები არსებობს მის მიმართ, რას ამბობენ ჟურნალისტები, რომელსაც პროვოკაციაში ადანაშაულებენ და რას პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტრო მერიის გაკეთებულ განცხადებას და ასევე თბილისის მერის კომენტარი დეტალებით 9 საათზე. საფლავების გადაყიდვა და ფარული აუდიო ჩანაწერი გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მიიღებს თუ არა 186 ადამიანი პოლიტპატიმრის სტატუსს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ სიას პარლამენტი 5 დეკემბერს განიხილავს. მომდევნო სესიაზე იმსჯელებენ 22 პოლიტიკური დევნილის საკითხზეც. განხილვის გადადების მიზეზი კი რამდენიმე ახალი განცხადებაა, რომელიც კომიტეტში შევიდა. პოლიტპატიმრების სიაში მოხვედრილი რამდენიმე პატიმრის ოჯახს დღეს თორნიკე კვარენჩხილაძე ესაუბრა, რომელიც ნობელი პატიმრები მოხვდნენ თორნიკე ჩამონათვალში და ამბობენ მათი ახლობლები. თამთა მე ვესაუბრე ერთ-ერთი პოლიტპატიმრის მერაბ რატიშვილის მეუღლე და მისთვის გაუგებარია თუ რატომ გადადო ეკაბესელიას კომიტეტმა იმ საკითხების განხილვა, რომელიც პოლიტპატიმრებს და პოლიტდევნილების საკითხს ეხება და ის ამბობს, რომ თუ მთავარი მიზეზი არის ის, რომ შესულია ახალი განაცხადები ქალბატონი ეკა ჯიხვაშვილის განცხადებით უნდა მომხდარიყო ამ განაცხადების ეტაპობრივი განხილვა, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც უკვე წლებია პოლიტპატიმრების სტატუსით სხედან საპატიმროებში, უნდა მომხდარიყო მათი გათავისუფლება. მოუწყობთ აქციას, არ ვიცი რა. რატო არ მოხდა ისე, რომ იმ პატიმრებზე, პოლიტპატიმრებზე, რომლებსაც ყველა ორგანიზაცია თანხმდებოდა და არ იყო კითხვის ნიშანები, რატო არ მოხდა მათი ცალკე გამოყოფა, ცალკე გატანა თუნდაც პარლამენტის სხდომაზე და შემდეგ უკვე დანარჩენების, ვისაც ახლა გაახსენდა, რომ პოლიტპატიმარია, ვინც ხარვეზებით შეიტანა საქმე, რომ თურმე რაღაცა სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა და ხო შეიძლებოდა, რომ ეს მომხდარიყო ეტაპობრივად და ეს ხალხი არ დასჯილიყვნენ იმის გამო, ვინც ეხა უნდა შეიტანოს საქმეები განსახილველად. ჩვენ ვესაუბრეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, როგორც მოგეხსენებათ, საია და კონსტიტუციის 52 მუხლი აღარ მონაწილეობენ პოლიტპატიმრების საკითხების განხილვაში და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოლიტიკური პატიმრად ეს არის უკანონო განაჩენი და არა დაუშვათ პოლიტიკური პატიმარი პიროვნებად და ამ საკითხს უფრო ისეთი ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა, როცა მოხდა გადადება, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით, რომ გადავდოთ და ხარისხიანად განვიხილოთ ყველა საქმეები და ამ კუთხით წინააღმდეგობას ჩვენ დავტოვით ჯგუფი და ანუ ფაქტიურად მოხდა გადადება. ხო, ამიტომ ჩვენთვის არის ეს უცნაური. გარდა ამისა, შესაძლებელი იყო პარლამენტი ცოტა სხვაგვარად მიდგომოდა ამ საკითხს, ანუ იმ საქმეებზე, რაზეც ყველა თანხმდება, რომ ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები, პარლამენტს შეეძლო მიიღო გადაწყვეტილება, ეცნო ეს პირები პოლიტიკურ პატიმრად და სხვა საქმეების შესწავლა გაეგრძელებინა, ანუ ეკაბესელია კი ამბობს, რომ პირველივე სხდომაზე მოხდება აღნიშნული საკითხების განხილვა და რაც შეეხება სტატუსს, პოლიტპატიმრის სტატუსს, ამბობს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც აღნიშნული სტატუსით საპატიმროებში არიან, იმსახურებენ პოლიტდევნილის და პოლიტპატიმრის სტატუსს და ეს სტატუსი მათ შეუნარჩუნდებათ.
შესრულებაზე პირველი როს ხდომაზე განიხილავს პარლამენტი იმ დამატებით საქმეებთან ერთად, რომელიც ასევე შემოსულია და რამოდენიმე საქმე დამატებით იქნება ასევე განხილული, ანუ შესაძლებელია იმ სიას კიდევ დაემატოს ამდენიმე გვარი. თუ სააკაშვილი აპირებს პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლოს, მე მივესალმები ამ ფაქტს, თუმცა ამ აღიარებას სტატუსს ის ადამიანები, ვის პოლიტიკური ნიშნით ციხეებში არიან, იმსახურებენ და მათ ეს სტატუსი უნდა ქონდეს. ამ დროისთვის შესწავლილი საქმეებიდან პარლამენტი 186 ადამიანს უნიჭებს პოლიტპატიმრის აპირებს 186 ადამიანზე პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას, ხოლო პოლიტდემბლიზე 22 ადამიანს. გვაქვს პოლიტპატიმრების სიაზე თორნიკე კვარანჩხილაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გეგი ქელბაქიანს ბრალდებას დღის ბოლომდე წაუყენებენ. ადვოკატები უკვე შესულები არიან მოდულის შენობაში. სამშენებლო კომპანია NCC-ის ხელმძღვანელსა და ბუდაბარის მეპატრონეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ედება ბრალი. საუბარია ფიზიკური პირისთვის კონტრაქტის გარეშე გადარიცხულ 6 მილიონ ლარზე, საიდანაც ქელბაქიანმა უკან 3 მილიონი მიიღო. ფულის გათეთრების ბრალდებით ასევე დაკავებულია ქელბაქიანის კომპანიის ფინანსური დირექტორი არჩელ ჩოგოვაძე. Paralelურად გამოძიება ბუდაბარის კანონიერ მესაკუთრეობაზეც მიმდინარეობს. ჩვენი ეჭვი სამწუხაროდ დადასტურდა, ბრალდება წაყენებული იქნა 194 მოხლის მესამე ნაწილით, როგორც ვარაუდობდით. სამწუხაროდ გაგრძელდა ის ტრადიცია, რომელიც ბოლო პერიოდში ჰქონდა პროკურატურას, კერძო კომპანიის მფლობელს და გამგაგველს ამ ფულის მის საკუთარი ფულის ლეგალიზაციას ედავებიან უკანონო შემოსავლად უქმნიან რატომღაც. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავე ცხადი არ სურს. მერაფოს ვერ გავასაჭიროთ 24 საათის განმავლობაში აკვეთი ღონისძიების საკითხის განიხილავს სასამართლო. ჩვენ რა თქმა უნდა მოვითხოთ არასაპატიმრო აკვეთი ღონისძიებას. ეს არის კომენტარები, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა მოდულთან, როგორც უკვე მოისმინეთ, ქელბაქიანსა და ჩოგოვაძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. უარი გათავისუფლებაზე სააპელაციო სასამართლომ შოთა ხიზანიშვილი ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატს ორი შუამდგომლობა ჰქონდა. მერის მოადგილის გირაოს სანაცვლოდან მერისა და 12 დეპუტატის თავდებობით გათავისუფლება. თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ხიზანიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის გამოქვეყნებაში ადანაშაულებენ. სააპელაციო სასამართლოში საქალაქოს გადაწყვეტილებას კუდის მაღალჩინოსანთა ადვოკატებიც ასაჩივრებენ. მათ შორის 18 წლის ვასილ ჯამალაშვილის ინტერესების დამცველიც, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს. განიხილა სასამართლომ ჩვენი საჩივარი, მაგრამ სამწუხაროდ არ გაიზიარა ჩვენი არგუმენტები და ძალაში დატოვა შოთა ხიზანიშვილისთვის პატიმრობის შეფართოების გადაწყვეტილება. ქალაქის მერის მოადგილე პრემიერ-მინისტრს ჭირდება ციხეში იმისთვის, რომ ბოლომდე იძიოს შური გიგი უგულავაზე, როგორც ჩანს, ივანიშვილმა დღემდე ვერ მოინელა გიგი უგულავას სტუმრობა მთავრობის ხდომაზე, სწორედ ეს არის აქედან ჩანს, რომ სწორედ ამ მიზნით ხორციელდება წინასწარ პატიმრობაში შოთა ხიზანიშვილის დატოვება და მე არც მიკვირს. მე გირჩევთ, რომ თქვენ ნახოთ ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი სია, ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების, მათ სურთ რომ გარეთ გამოვიდნენ ტერორისტები, ადამიანები, რომლებიც აფეთქებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო საელჩოებს, ადამიანები, რომლებიც ბრალდებული არიან და იჯელებენ ჯაშუშობაზე და ქვეყნის მტრობაზე, მათ სურთ ესეთი ადამიანები გამოუშვან და მეორეს მხრივ სურთ რომ დააკავონ ესეთი ადამიანები, როგორც არის შოთა ხიზანიშვილი, ადამიანი, რომელიც ზრუნავდა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე, სიმშვიდეს. ზოგიერთი ნორმა არასწორად არის აღენებული ახლა და გარდა მაგისა მიგვაჩნია რომ უფლებამოსილება მათ არ გადაუმეტებიათ, იმიტომ რომ ეს სამსახური სპეციალურად იქნება შექმნილი ძველი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ და ამდენად უფლებამოსილება თუ არის გადამეტებული ამ შემთხვევაში გადამეტებულია ხელმძღვანელობის მიერ და არა აი იმ პირების მიერ, რომლებიც წარმოდგენილია დღეს დაბრალდებას გავს. საზოგადოების ცნობილია ვასილ ჯამალაშვილის ოჯახური მდგომარეობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის დედა ინვალიდი და ბებია შეურაცხადი 90 წლის. გენერალი გიორგი ვაშაკიძე გიორგი ბარამიძეს წამებასა და თავისუფლების უკანონო დახკვეთა შეადანაშაულებს. პატიმრის ადვოკატს პროკურატურაში საჩივარი შეაქვს. 8 წლის წინ გენერალი ვაშაკიძე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და იგორ გიორგაძესთან კავშირის გამო დააკავეს. თუმცა შემდგომ გაერთიანებული ქართული ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის თამაზ მაღლაკელიძის გადაცემის ბრალდებით გაასამართლეს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ბარამიძე ვაშაკიძეს რამდენიმე პირთან ერთად აწამებდა და აიძულებდა. გიორგაძესთან
კანონთან კავშირი და კახი კალაძის ძმის გატაცება ეღიარებინა. უარის შემდეგ კი მას მაღლაკელიძის გატაცებაში დასდეს ბრალი. გენერალი არც ერთ საქმეში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. გია ვაშაკიძე მატროსოვის ციხეში 9 წლიან სასჯელს იხდის და მზადაა ის პირები დაასახელოს, ვინც მისივე მტკიცებით 2004 წლის იანვარში ვაკეს საბურთალოს სასაფლაოზე პარამიძესთან ერთად მის წამებაში მონაწილეობდნენ. მოთავსების იზოლატორისა, სადაც კანონის თანახმად უნდა გადაყვანილი ყოფილიყვნენ დაკავებული პირები, გადაყვანილი იქნენ ვაკეს საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც გაგზელდა მათ მიმართ წამება. გამოიხატებოდა წამება იმაში, რომ ადგილი მქონდა დახჭობისა და დახვრეტის იმიტაციას. ამ ყველაფერში საგულისხმოა, რომ უშუალოდ მონაწილეობდა ბატონი დია ბარამიძე და უამრავი ადამიანი დაადასტურებს იმას, ცოცხალი მოწმე, რომელთა სახელისა და გვარების დასახელებისაგან ჩვენ ამ ეტაპზე გარკვეულ მიზეზთა გამო თავი შევიკავებ და უფრო გამოძიების პრეროგატივად მიგვაჩნია. კავშირები ქონდა მოსკოვთან, მეუღლე ყავს რუსი გენერლის, ასე რომ ვთქვათ, მოქმედი გენერლის კალიშვილი და კავშირები და აქედან დააკავშირეს ეს ყველაფერი გიორგაძეს მოსკოვში იყო წასული და გაქცეული და რაღაც უდოდ აქედან აეგოთ ეს ყველაფერი და ამაზე იყო იმის დაკავების და იწამებების მოთხოვნა იმისა რომ აი იგივე მის თანხმდეპირებსაც თხოვდა რა კავშირები აქვს და რაღაცა და აღიარეთ და ვითო გადატრიალებასთან. ორი რეისი თბილისის აეროპორტიდან, რომელიც რისკებთან იყო დაკავშირებული. სამოქალაქო ავიაციის გაერთიანება სკანდალურ ფაქტებს ახმაურებს. საუბარია 20 ივნისსა და 11 აგვისტოს ევროპის მიმართულებით შესრულებულ ორ ფრენაზე. გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი კოდუა ხვდება, რომ საჰაერო ზონაში აფრენილი თვითმფრინავები ნავიგაციის დისპეჩერების მიერ კოორდინირებული უნდა ყოფილიყო, თუმცა სისტემაში მომუშავე ადამიანთა მიერ გადაცდომები დაფიქსირდა. კოდუა სისტემური ხარვეზების გამოსასწორებლად ავიაციის დარგის სასწრაფო რეფორმირებას ითხოვს და მზად არის ეკონომიკის სამინისტროსთან ითანამშრომლოს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა არა მარტო ჩვენთვის, არამედ საერთაშორისო ნებისმიერი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც. აქედან გამომდინარე, ეს უნდა მოხდეს გამჭვირვალედ, გამოძიება დაიწყოს და ჩვენ გვაქვს ანალოგიურად არასამთავრობო ჩვენ პროფესიონალთა გაერთიანებას კონცეფცია თუ როგორ უნდა ეს მოხდეს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ სახელმწიფოსთან, ჩვენ კავშირში რომ ეს დავანახოთ ეს გზები თუ როგორ უნდა მოხდეს. ჩვენს რაც შეგვიძლია მაგას მაქსიმალურად გავაკეთეთ, მაგრამ უნდა დასრულდეს ესეთი უსაფრთხო ფრენების ხელყოფა და რაღაც მგზავრები უნდა იყვნენ და არა მარტო მგზავრები, ნებისმიერი ეს ავიასაწარმოს თანამშრომელი ინდუსტრიაში, ვინც ავიაკომპანიები და ყველა ეს სტრუქტურები დაცულები, როცა საქართველოს ცას ეხება. როგორ აშენდა ქუთაისის პარლამენტის სახელმწიფო აუდიტის სამსახური მშენებლობის საკითხს შეისწავლის. საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით მიიღეს დადგენილება, სადაც წერია, რომ ჩატარდება არაგეგმიური აუდიტი და შემოწმება. ირკვევა, რომ მშენებლობის პროცესში პროექტი და ხარჯთა რიცხვას საერთოდ არ არსებობდა. დეპუტატთა იმ ეჭვს, რომ სახსრები არამიზნობრივად დაიხარჯა, დღევანდელი ფაქტიც ადასტურებს. კედლების გაბზარვის, აგრეთვე ვირთხების გამოჩენისა და წყლის ჩასვლის შემდეგ დღეს შენობაში ჭერიდან გასანათებელი მოწყობილობა ჩავარდა. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიციები და მათი არგუმენტები ნახეთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. სრული დასრულებისათვის ჭირდება დაახლოებით 15-20 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ეს საუბარია სრული დასრულებისათვის. სრულ დასრულებაში იგულისხმება გარე პერიმეტრის მოპირკეთება, გარე პერიმეტრის მოწესრიგება, ასევე შიგნით რა თქმა უნდა დაუმთავრებელი სამუშაოების დამთავრება. დაინტერესდეს, რა ვქნა. ძალიან კარგია, გუშხო თქვით რომ დაინტერესდეს. დავითვალ. დაინტერესდეს. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დღის მთავარ სიახლეებს. წინასწარ დაჯავშნული ნომერი შვეიცარიის ძვირადღირებულ სასტუმროში ფარული გადაღება და უკანონო მოსმენა ცნობილი ხდება იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც სოზარ სუბარსა და ვახტანგ კომახიძეს ციურიხში უსმენდა და უთვალთვალებდა. ის კუდის მეოთხე სამმართველოს ყოფილი უფროსი ერმალო ზებანოიძეა. ებანოიძე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად წინა კვირას აიყვანეს, თუმცა პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ის სხვა ბრალდებით არის დაპატიმრებული. 7 თვის წინ ციურიხში დაკავებული ქართველი სამართალდამცველის ვინაობა შვეიცარიული პრესით გახდა ცნობილი. ებანოიძე და მისი თანამშრომელი ციურიხის პოლიციამ სუბარი კომახიძის მოსმენის გამო აიყვანა და რამდენიმე კვირაში საქართველოში მათი დეპორტაცია მოახდინა. ეს კი მას შემდეგაც პოლიციელების გამოშვებაში ქართულმა მხარემ 20,000 ფრანკი გადაიხადა.
ვინ არის რუსლან პაპასკირი მეტსახელად ზონა და რა კავშირი აქვს თურქეთში დაკავებულ პაპასკირს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან. სტამბულში 6 კაციანი ჯგუფი აყვანილი, რომელსაც ჩეჩენელ ტალვილების მკვლელობაში ადანაშაულებენ. საუბარია 2011 წლის სექტემბერში მომხდარ დანაშაულზე. გავრცელებული ცნობით ჯგუფს იარაღით სწორედ საქართველოს მოქალაქე პაპასკირი ამარაგებდა. მისი გვარი აგვისტოში ლაფანყურში ჩატარებულ ოპერაციაშიც ფიგურირებს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული ინტერვიუდან ირკვევა, რომ პაპასკირი შუამავლის როლს ასრულებდა. ბრალდება, რომელსაც სპორტის მინისტრს უყენებენ. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან ყიფიანს ზეწოლაში ადანაშაულებს. დავით ხიხალეიშვილის განცხადება ფედერაციაში მოახლოებულ რიგარეში არჩევნებს უკავშირდება. ამ არჩევნებს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი ხავს: დავით ხახალეიშვილი და კრწანისის მაჟორიტარ შოთა ხაბარელიშვილი მამუკა ხაბარელი. ხახალეიშვილის მტკიცებით ყიფიანმა ის კაბინეტში დაიბარა და კანდიდატურის ხაბარელის სასარგებლოდ მოხსნა მოსთხოვა. ხახალეიშვილის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს სპორტის სამინისტრო. პასუხი მერის ლას-ვეგასში მოგზაურობის შესახებ რეპორტაჟზე თუ თავის წინასწარ დაზღვევა თბილისის მერია სტუდია GNS-ის ავტორ ნანა ლეჟავასა და მაესტრო ჟურნალისტ შალვა რამიშვილს პროვოკაციის მცდელობაში ამხელს. მიზეზი ის ფარული აუდიო ჩანაწერია, სადაც ამ დრომდე დაუდგენელი პირები შეპესე ჰერმესზე საუბრობენ და ლეჟავა რამიშვილის გვარებს ახსენებენ. მერის მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით ჟურნალისტებს მერიას დაქვემდებარებული შეპესე ჰერმესის საფლავების გაყიდვაში უნდა დაედანაშაულებინათ. მიზანი კი ქალაქის მთავრობის დისკრედიტაცია და საზოგადოებაში მხელვარების გამოწვევა უნდა ყოფილიყო. ლეჟავა ფარულ ჩანაწერს შეგნებულ დეზინფორმაციას უწოდებს და პროკურატურაში საჩივარი შეაქვს. და გამოშვების ბოლოს თბილისში რუსული კინოს ფესტივალი გრძელდება. მისი ერთ-ერთი სტუმარი ნიკიტა ვისოცკი იქნება, რომელიც თბილისში დღეს ჩამოვიდა. კინოთეატრ რუსთაველში დღეს მისი სცენარის მიხედვით გადაღებული ბოლო ფილმის ჩვენება გაიმართება სახელწოდებით ვისოცკი ცოცხალი ხარ. რეალურ ამბავზე დაყრდნობილი ბიოგრაფიული დრამა ვლადიმერ ვისოცკის ცხოვრებას ასახავს. ჩამოვედი, რათა ქართულ მაყურებელს წარუდგინო ფილმი ვისოცკი ცოცხალი ვარ. როგორც ვიცი, ეს ფილმი საქართველოში ჯერ არ უჩვენებიათ და დიდი პატივია ჩემთვის ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება. ასეთი იყო დღის მთავარი სიახლეების საღამო 7 საათისთვის. მე ხვალამდე გემშვიდობებით.